მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემს პროფესიულ თემთან, ჩემს აკადემიურ წრესთან, ჩვენ სტუდენტებთან, ჩვენ პროფესორებთან, ასე ვთქვათ, ვისაუბრო დღევანდელ მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გარკვეულად ემუქრება ჩვენი უნივერსიტეტის ყოფნა არ ყოფნას და ამასთან დაკავშირებით ფიქრობდი ძალიან ბევრს დღეს, როგორ და რაზე უნდა მელაპარაკა იმისთვის, რომ სასარგებლო ყოფილიყო ეს ჩვენი ასთა ურთიერთგამოცვლა. იმედი მაქვს, რომ არამხოლოდ ვისაუბრებ მე და ჩემი მოგვარე გიორგი ჯავახიშვილი, არამედ ასევე გვექნება დისკუსიაც. და ვიფიქრე, რომ ალბათ უნდა მაინც გავაგრძელო ის დებატები, რომელიც დაიწყო ჩვენი აკადემიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და რეფორმის ავტორებს შორის. იმიტომ რომ გარკვეულ წარმატებას ამ დებატებით მივაღწიეთ იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიყვირდნენ, რომ იმ ბაზრის კვლევასაც პრეზენტაციას გაუკეთებენ და შეგვიყვირდნენ, რომ ხარბაზები, რომლებიც რეფორმის ავტორებმა აღმოაჩინეს დებატების ბოლოს უკვე, რომ ჩვენთან კომუნიკაციის საფუძველზე გამოასწორებენ ხარბაზებს. და აი სწორედ ამ მიმართულებით მინდა განვაგრძო საუბარი, იმიტომ რომ ძირითადი არგუმენტი რეფორმის ავტორებისა იყო, რომ არგუმენტები არ იყო და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გული მიწევდა, რომ უფრო ემოციური და შთამაგონებელი სიტყვა მეთქვა, ეხლა ვაფერებ საკმაოდ მშრალი და ასე ვთქვათ, არგუმენტებზე ფოკუსირებული სიტყვის თქმას. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუბარი გავრცელდება ელექტრონული ფორმატით და ამიტომ მინდა დავკონცენტრირდე იმ 7 გამოწვევაზე, იმ 7 გამოწვევის გადალახვის გზებზე, რაც რეფორმის ავტორებმა შემოგთავაზეს და მათ კრიტიკულ ანალიზზე, ანუ მე არგუმენტებს არ ვილაპარაკებ, მე კონტრარგუმენტებს წარმოგიდგენთ. ალბათ პირველი გამოწვევიდან ვიწყებ. რეფორმის ავტორებმა გამოყვეს პირველი გამოწვევა, როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია თბილისში. და რეგიონებიდან, ასე ვთქვათ, თბილისისკენ მიგრაციის ხელშეწყობა ახალგაზრდების. გავაკეთე სხვათა შორის სპეციალურად თემატური ანალიზი, ჩვენი აკადემიური უნარჩვევები გამოვიყენე ამაში და რასაც რეფორმატორები, ასე ვთქვათ, როგორც პრობლემას წარმოგვისახავენ, გამოვყავი ორი ძირითადი თემა, რომ თბილისში მოდის მოსახლეობა, იმის გამო, რომ თბილისში კონცენტრირებულია უნივერსიტეტები და რომ რეგიონის უნივერსიტეტები კი არსებობენ, მაგრამ საჭიროებენ გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. აი ახლა მე მინდა წამოვყვე, ესე იგი, ამ არგუმენტებს, რომლებიც მათ მოყავთ და წარმოვუდგინო კონტრარგუმენტები. დავიწყებ იმითი, რომ იმისთვის, რათა რეგიონში ხალხი დამაგრდეს, რეგიონში უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების საშუალება და შესაძლებლობები. რეგიონში და ქვეყანაშიც კი გვიჭირს ხალხის დამაგრება. რატო? იმიტომ რომ სიღარიბის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, ცხოვრების დონე უმრავლესობისთვის არის ძალიან დაბალი. თუ ჩვენ გვინდა, რომ რეგიონში ახალგაზრდობა დავამაგროთ ადგილებზე და მოსახლეობა, საჭიროა რა? საჭიროა რეალური თვითმმართველობის განვითარება ქვეყანაში და საჭიროა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს განათლების უნივერსიტეტით არ იწყება. ეს იწყება, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ისეთი რეგიონები გვაქვს, მაგალითად მაღალმთიანი რეგიონები, სადაც არც გაზია, არც ელექტროობა, არც ცხოვრების პირობებია და ხალხი გამორბის იქიდან. სხვა რეგიონებში, სადაც ვთქვათ ელექტროობა და გაზი არის, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის განმავითარებელი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. გართობის ინფრასტრუქტურა არ არსებობს ისეთი ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, სამუშაო ადგილები, მეგობრებო. ანუ რისი თქმა მინდა, რამდენადაც პრობლემების გადაჭრას, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აკადემიური უნარჩვება, მე ვისურვებდი, რომ როდესაც ქვეყნის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ვისაუბროთ კონგრუენტულ ღონისძიებებზე, რასაც ამ გამოწვევების გადაჭრა შეუძლია. ეხლა მეორე, ის რომ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად განვითარებული. რასაკვირველია, განსავითარებელია, მაგრამ რას აძლევს?
რეგიონის თვითმმართველობის გაზის თვალსაზრისით, ან რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ან რეგიონის უნივერსიტეტების განვითარების თვალსაზრისით, ილია უნის დანგრევა, გამოშიგნა, განადგურება. მე ვიტყოდი, რომ არაკონკრეტულია, ვერაფერს ვერ აძლევს, გარდა ცუდი მაგალითისა, რომ ქვეყნის შენებას რა უნდა, განვითარება უნდა და არა ნგრევა უნდა, ხო? და სიყვარული უნდა და არა სიძულვილი. ეხლა გადავალ შემდეგ გამოწვევაზე, რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უთანასწორობა. აქ სხვათა შორის 5 თემა გამოვყავი საკმაოდ ასე ვთქვათ მსუყე აღწერა არის პრობლემებისა. პირველი თემა, ხარისხი არ ვარგა 19 + 45 კერძო, 19 სახელმწიფო + 45 კერძო უნივერსიტეტშიო. და ერთ ქალაქში თბილისში არის ძალიან ბევრი ფაკულტეტიო. სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა ჩვენი შრომის ბაზრისთვის სტუდენტების მომზადებაო და ამიტომ ფაქტობრივად უნდა ფაკულტეტები შევყვეცოთ ქალაქში და გადავისროლოთ რეგიონშიო. გარდა ამისა, ამავე პრობლემის აღწერაში აქვთ აი ასეთი თეზა, რომ უცხოელები ძალიან ბევრი ყავთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, არა და სახელმწიფო უნივერსიტეტების საქმე ბიზნესის წარმოება არ არის, რომ უცხოელებს იყენებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები მოგებისთვის და რომ ეს უნდა გადასცენ კერძო უნივერსიტეტებს, რომ მოგებაზე მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებმა უნდა იმუშაონ, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა იმუშაონ სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. აი აქ კი ესე იგი მინდა რომ წარუდგინო კონტრარგუმენტები რეფორმის ავტორებს. თუ ქვეყანაში არის 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი და უმრავლესობა არ პასუხობს ხარისხის სტანდარტებს, როგორც რეფორმის ავტორები ამბობენ. ეს არ არის ასე ვთქვათ ისეთი პრობლემა, რასაც მოვლით ილია უნის გაუქმებით. ეს არის ისეთი პრობლემა, რომელსაც სჭირდება აკრედიტაციის პროცესის დახვეწა. ანუ ეს არის ისეთი პრობლემა, რომელსაც სჭირდება საკადრო კვალიფიკაციის ამაღლების ინფრასტრუქტურის დახვეწა. ილია უნის გაუქმებით ჩვენ მაპატიეთ და 19 + 45 უნივერსიტეტის ხარისხს ვერ ავწევთ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ილია უნის არსებობა არის რესურსი და არა ხარჯი სახელმწიფოსთვის. იმიტომ რომ ილია უნის ფაქტიურად თვითქმარი არის თავის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე უნდა ითქვას, რომ უმართებულო თეზაზე არ შეიძლება რეფორმის აგება, იმიტომ რომ ეს არ არის მართებული თეზა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში არ არის ერთ და იგივე ქალაქში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ერთ და იგივე ფაკულტეტი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ რეფორმას ვეწევით, გეგმავთ. ამ შემთხვევაში სწორ ამოსავალ დებულებებზე ვიყოთ ასე ვთქვათ დაფუძნებული. ეხლა მინდა განსაკუთრებით შევეხო იმ საკითხს, რომ თურმე სახელმწიფო უნივერსიტეტები მოგებისთვის იყენებენ უცხოელ სტუდენტებს. ეს არის უმართებულო ფაქტიურად თეზა. იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, რასაკვირველია, მაგრამ ვილაპარაკებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაობაზე. ინტერნაციონალიზაცია არის ჩვენი სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. და ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს სწორედ უცხოელი სტუდენტების სწავლებას. საქმე იმაშია, რომ უცხოელ სტუდენტებს ჩვენ მოგებისთვის კი არ ვასწავლით. ინტერნაციონალიზაცია იწვევს უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას, უნივერსიტეტის გავლენის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, უნივერსიტეტის მკვლევარების ციტირების ინდექსის გაზრდას, ზოგადად ალუმინიების, ანუ კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ქსელის წარმოშობასაც უაღრესად მაღალი სოციალური კაპიტალია და ჩვენ ვლაპარაკობთ ვეტოლების, მაგალითად ოქსფორდს, კემბრიჯს, ჰარვარდს
და არ უწევთ ანგარიშს იმ არგუმენტს, რომ ოქსფორდს, კემბრიჯსა და ჰარვარდის განუყოფელი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი არის ინტერნაციონალიზაცია. თუ ჩვენ ვუტოლდებით მათ სწავლების ხარისხში, რატო არ ვუტოლდებით მათ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში? ფაქტიურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან ინტერნაციონალიზაციის განზომილების ჩამოჭრა, ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტების ფრთების მოჭრა. და აქ კიდე მინდა მე დავსვა რიტორიკული შეკითხვა არგუმენტი. ვის აწყობს კოლეგებო სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან უცხოელი სტუდენტების სრულად გადაცემა კერძო უნივერსიტეტებში მოგების მიზნით, როგორც ამას აფორმულირებენ რეფორმის ავტორები, რამდენადაც ისინი ამბობენ, რომ მოგება მარტო კერძო უნივერსიტეტებმა ბიზნესი, მარტო კერძო უნივერსიტეტებმა უნდა აკეთონო. და აქ მე მაქვს ძალიან სერიოზული ეთიკური არგუმენტი. მეგობრებო, თუ თქვენ შეხედავთ კერძო უნივერსიტეტების მიერ უცხოელი სტუდენტების სწავლებას, როგორც ბიზნეს, კერძო ბიზნეს და მოგებას, ესე იგი საუნივერსიტეტო იდეა ნადგურდება აქ დავსვათ წერტილი საუნივერსიტეტო იდეაზე. იმიტომ რომ საუნივერსიტეტო იდეა არის თავისუფალი კრიტიკული აზროვნება, აკადემიური კეთილსინდისიერება, განათლება და არა მოგება და ბიზნესის კეთება. და ამ შემთხვევაში ვის აწყობს თუ ასე უყურებ და გადასცემ კერძო ბიზნესს? ესე იგი გამოდის, რომ ვისი ინტერესებით ხორციელდება ეხლანდელი იგეგმება, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ არ განხორციელდება ეს. ვისი ინტერესით იგეგმება დღევანდელი საგანმანათლებლო რეფორმა, გამოდის კერძო ბიზნესების ინტერესით. დიდი ბოდიში უნივერსიტეტის რეფორმა და უმაღლესი განათლების რეფორმა და განათლების სისტემის რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს განათლების ფასეულობებს და არა კერძო ბიზნესის ინტერესებს. გადავიდეთ შემდეგზე, უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკა. 3 პუნქტი აქვს გამოყოფილი რეფორმის ავტორებს, ცდილობენ რომ იყოს ტაქტიანი, მაგრამ მაინც გამოვცდით, რომ უნებურად შემოელანძღათ მასწავლებლების კოჰორტა, რაც ქვეყანაში ახლა ასწავლის უმაღლეს დაწესებულებებში. ისინი ამბობენ, რომ არიან უხარისხო პედაგოგები, რომ დაბალი ხელფასები აქვთ და რომ part-time მუშაობენ და რომ ეს part-time მუშაობა არ აძლევთ კვალიფიციურად ხარისხიანად სწავლების საშუალებას. აქ დიდი ბოდიშის მოხდით, უნდა ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები წამოვაყენო. დიდი ბოდიში, თუ ვიცნობთ ჩვენს ქვეყანაში პედაგოგებს, რომლებიც უმაღლეს დაწესებულებებში ასწავლიან, მაშინ ვისაც თვალები აქვს დაინახავს, ვისაც ყურები აქვს გაიგონებს, ძალიან ასე ვთქვათ დიდი მასშტაბის სერიოზული მეცნიერები. ეხლა ყველაზე არ ვილაპარაკებ, რამდენადაც მე ილიაუნის წარმოვადგენ, ილიაუნიზე ვიტყვი. საერთაშორისო დონის მეცნიერები, პედაგოგები, რომლებიც ლიდერები არიან თავის დარგებში საერთაშორისო ასპარეზზე, ხელმძღვანელობენ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებს და აი ასეთ ხალხზე თქვა, ან თუ ესე იგი მართლა უხარისხო პედაგოგების პრობლემაა, როგორ ფიქრობთ, რამდენად კონგრუენტულია ამ გამოწვევის საპასუხოდ ილიაუნის პედკოლექტივის დაშლა, რომელიც მართლა საერთაშორისოდ აღიარებულია. ეხლა მეორე, დაბალი ხელფასები. მეგობრებო, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, indeed, ხელფასები დაბალი აქვთ პედაგოგებს შედარებით პარლამენტარებთან. მე ვიტყოდი 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ და ასე შემდეგ. და რასაკვირველია დაბალი ხელფასებია, მაგრამ ილიაუნის მოშლით, თქვათ 92% პროგრამების გაუქმებით, ეს ხელფასები გაიზრდება ქვეყანაში. ან თუ ესე იგი რისი საკითხი არის ხელფასების უთანაბრობა? ხო არ არის ეს სახელმწიფო პოლიტიკის დისკრიმინაციული პოლიტიკა? მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემა რომ გადავჭრათ, ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ და დიაგნოზი ისეთია, რომ მაბადიეთ და სახელმწიფო პოლიტიკა არ არის სწორი, იმიტომ რომ აი სწორედ პარლამენტში ვიცით, რომ ზოგი მთელი წელი არ აჭერს ღილაკს, ანუ პენსიონერი ვიცის და რა პენსია პენსიონერს ჩვენთან ქვეყანაში უკვე აღარც დავასახელებ. ის უკვე
ორჯერ სამჯერ არ არის და ხუთჯერ აქ ლაპარაკი ძალიან დაბალი არის პარლამენტარის ხელფასზე. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემის გადაჭრა განათლების რეფორმის ფორმატში არ არის სტრატეგიული ამოცანის გადაჭრა და გამოწვევის გადაჭრა სწორ ფორმატში. ეხლა წავალ შემდეგზე part time. ანუ სრული განაკვეთით არ მუშაობენო პროფესორები. უნდა ვთქვა, რომ ვინც იცნობს განათლების სისტემას და განათლების ასე ვთქვათ ექსპერტიზა აქვს, ძალიან კარგად იციან, რომ არ შეიძლება კლინიკური მუშაობის სწავლება კლინიკური გამოცდილების გარეშე. არ შეიძლება, მაგალითად სხვა ავიღოთ, არ შეიძლება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სწავლება იმის გარეშე, რომ შენ არ გქონდეს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის გამოცდილება. ანუ რისიც მამინდა ის რაც მათ ნაკლი გონიათ საუნივერსიტეტო განათლების განსაკუთრებით ილიანის შემთხვევაში მინდა ვთქვა დიახ ყავს ნაწილობრივად არასრულ სტადზე მომუშავე ადამიანები ბრწყინვალე პრაქტიკოსები და მათი ყოლა ჩვენს აკადემიურ თემში ნიშნავს პრაქტიკასა და მეცნიერებას შორის ხიდს ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიმიჯნავთ პრაქტიკასა და მეცნიერებას და სრულფასოვნად ვამზადეთ პროფესიონალებს. იმიტომ რომ ამ პრაქტიკული გამოცდილების გარეშე სწავლება არ არსებობს. მაშინ ეს არის სწავლება შესახებ და არა სწავლება ჭეშმარიტი უნარჩვევებს. ისე რომ ამ არგუმენტს ვერ მივიღებთ. რასაკვირველია არ ვლაპარაკობ არ ვაზოგადებ, ჭარბ ზოგადებას არ ვაკეთებ, მაგრამ რამდენადაც მე ვიცავ ილიანის, მე ვლაპარაკობ ილიანის თაობაზე. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, ეს არის მეოთხე გამოწვევა. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა. აქ რეფორმის ავტორებს მოყავთ მაგალითად თავისი სწავლების მაგალითი, რომ ისინი ასწავლიან ისეთ საგნებს, სადაც სახელმძღვანელოები არ აქვთ. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს რეფორმის ავტორების პრობლემაა. იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც ვამზადებთ კურსს, ასე ვთქვათ, ზრუნავთ სახელმძღვანელოებზე, მეტიც კრიტიკული აზროვნებისათვის სხვადასხვა სახელმძღვანელოები გვაქვს ხოლმე ერთ კურსში, იმისათვის რომ სხვადასხვა თეორიები, პოზიციები, ალტერნატიული ხედვები, იმისათვის რომ კრიტიკული თავისუფალი აზროვნება განუვითარდეს ჩვენ სტუდენტს. ამიტომ ამაში ჩვენ ასე ვთქვათ, მაგრამ იმისათვის რომ განვითარდეს ეს ფინანსებია საჭირო და აი აქ კიდე ერთ მოვიტან კვლევა არ წარმოებსო იმ მასშტაბით ქვეყანაში რაც საჭიროა მეგობრებო კვლევა რომ წარმოებდეს ეს ჩვენი ოცნება არის კვლევას ფული სჭირდება ფინანსები სჭირდება კვლევა ფინანსების გარეშე და რა ფინანსებს განაგებს საქართველოს კვლევისთვის მხოლოდ ერთი ფონდი, რომელიც აფინანსებს კვლევას, რუსთაველის ფონდი. სხვა ფონდი ჩვენ არ აგვაქვს და მისი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმ მასშტაბის დაფინანსებისთვის, რაც ქვეყანას სჭირდება და მიუხედავად ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეუძლებელი გააკეთა. კვლევაში ჩვენ ვართ მართლაც ლიდერი უნივერსიტეტი ქვეყანაში კი არა და რეგიონში. ძალიან რთულია მაგრამ ძალიან ბევრი რამე ასე ვთქვათ ენთუზიაზმზე ვაკეთებთ მოკლედ ვცდილობთ რომ ყველანაირად ეს გამოგვივიდა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სულ 3 უნივერსიტეტი არის საერთაშორისო რეიტინგებში და ილიანი ამ ერთ-ერთი საუკეთესო არის ამ 3-ს შორის. ისე რომ კვლევა დაფინანსების გარდის გარეშე არ გამოდის. ილიანის 92% პროგრამების გაუქმებითა და სტუდენტების რაოდენობის შეკვეცით 100%, ხო? ჩვენ კვლევის პოტენციალს ვერ გავსდით სამაგიეროდ ჩავჩეხავთ იმ კვლევებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. და აი ეს ძალიან გადაყმული არის მეხუთე გამოწვევასთან და ეხლა გავშიფრავ რის ჩაჩეხვაზე ვლაპარაკობ. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. ანუ ის რომ შრომის ბაზარს არ ეყნობაო განათლება და შრომის ბაზრის ასე ვთქვათ კვლევის კვოტები ეხლა პირველად ხდებაო რომ უნდა გავითვალისწინოთო საქართველოს ისტორიაში აი ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. ეხლა კვლევაზე როცა ვლაპარაკობ საქმე იმაშია რომ სახელმწიფო ამოცანების გადაჭრაში არ გვეხმარებიანო უნივერსიტეტები. ეხლა მინდა ვთქვა რომ
ილიაონი მე მგონი ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ფაქტობრივად მუშაობს ისეთ საკითხებზე, რაც ქვეყნის ასე ვთქვათ, ეკოლოგიურ გადარჩენას ემსახურება. ჩვენ ფაქტობრივად, მომსწრე გავხდით ყველანი შოვის ტრაგედიის. ჩვენ მომსწრე გავხდით იმისა, რომ არ იყო ქვეყანა მზად, რომ ეპასუხა დროულად შოვის ტრაგედიისთვის. ჩვენი ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არის ეფექტური. და ეხლა ამ უნივერსიტეტის გაუქმებით, რომელიც ასეთ ექსკლუზიურ კვლევებს აკეთებს და რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ სწორედ ქვეყანას ამ ამოცანების გადაჭრაში დაეხმაროს, პრობლემას ვერ აღმოვხვრით. ეხლა რაც შეეხება შრომის ბაზარს და მკვლევებს, საქმე იმაში, რომ ნებისმიერი ჩვენი სამაგისტრო პროგრამა იმისთვის, რომ აკრედიტირდეს, არის დაფუძნებული შრომის ბაზრის კვლევას. მაგალითად, მოვიყვანთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამას და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამას, რომელშიც შეცვლილი მიმიწვის ორივეში. ორივეს უსწრებდა წინ შრომის ბაზრის კვლევა და ორივეს მიმდინარეობას თან მიყვება შრომის ბაზრის კვლევა. ადიქციის კვლევებს დაუტოვეს სულ 5 ადგილი 15-დან ფსიქიკური ჯანმრთელობა გააუქმეს. უნიკალურია, ორივე პროგრამა არის უნიკალური არათუ რესპუბლიკაში, რეგიონში. რომელ შრომის ბაზრის კვლევას დაეყრდნენ. და აი აქ მინდა უბრალოდ მოვიყვანოთ ციფრად, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისი ჩვენთან და რას ვახვედრებთ? იმას, რომ ვაუქმებთ პროგრამებს. საქმე იმაშია, რომ ეს 5 ადგილიც ვერ გვამუშავებს ჩვენ ადიქციის კვლევებში, იმიტომ რომ ილიაონი როგორც ჭეშმარიტი უნივერსიტეტი, მისი პროგრამები ურთიერთდამოკიდებულებაში, გაცვლა-გამოცვლაში და ურთიერთკვებავენ ერთმანეთს. თუ ერთი პროგრამა დარჩა და ბევრი სხვა მოუშალეთ სოციალური მუშაობა, კლინიკური ფსიქოლოგია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მაშინ ფაქტობრივად ჩვენ ცარიელი ხელებით ვრჩებით სწავლებაში და ფაქტობრივად ალბათ ჩვენ თვითონ გავაუქმებთ და ვიტყვით, რომ მაშინ ადიქციის კვლევებსაც ვერ გავუწევთ. იმიტომ რომ უნივერსიტეტი არ არის პროგრამების მექანიკური ჯამი. უნივერსიტეტი არის სისტემა, სისტემურად ვუდგებით ამას. ეს სისტემა არის ეს არ არის ლინიარული სწორხაზოვანი დამოკიდებულება, ეს არის ურთიერთდამოკიდებულებების ჯაჭვი. სისტემური მიდგომაა საჭირო, როგორ შეიძლება რეფორმის განხორციელება სისტემური მიდგომის გარეშე. და კიდე ის მინდა ვთქვა, რომ ამ წელსაც ვაპირებდით ფსიქიკური ჯანმრთელობის საბაზრო კვლევის ჩატარებას და აღარ დაგცალდა. ანუ ჩვენთვის მოდუსი არის მუშაობის საბაზრო კვლევები. ეს არ არის პირველად და მით უმეტეს რომელმა მისტიურმა საბაზრო კვლევამ დაადგინა, რომ საჭირო არის 20 ასტროლინგვისტი და არც ერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და მხოლოდ 5 ადიქციის სპეციალისტი, როდესაც ქვეყანაში არის ძალიან რთული ვითარება წამალდამოკიდებულების მიხედვით. ანუ რომელი საბაზრო კვლევა, ამიტომ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის რაღაცა მისტიური. ეხლა მივდივართ უკვე ფაქტობრივად ბოლო გამოწვევამდე. ხო, გარდა ამისა, გარდა შრომის ბაზრისა და ზოგადად ბაზრისა, არსებობს ფუნდამენტური მეცნიერება და თუ ჩვენ ფუნდამენტური მეცნიერების კვლევებს ჩავთვლით, რომ არ ემსახურება სახელმწიფოებრივ ამოცანებს და უნდა ამოვშანთოთ, გავაჩეროთ, გავაუქმოთ, მაშინ რასაკვირველია ეს სახელმწიფოს არ წაადგება. აღარაფერს ვამბობ თქვათ ენათმეცნიერების კვლევებზე, ეკოლოგიურ კვლევებზე, მაგრამ კიდე უფრო მეტად ვწუხარ რაზე, რომ ის პროგრამები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ემსახურებოდა, ესეც გაგვიუქმეს. ანუ შშმპ პირებისთვის აღარ არსებობს. დამოკიდებულებების მქონე პირებისთვის დრამატულად შეიზღუდა. გამოდის, რომ რას ვაშენებთ?
თქვათ ის ასტროლინგვისტიკა რო ვახსენე დღეს უკვე გაირკვა ინტერვიუებიდან მისი ავტორის რომ ის ეფუძნება გერმანიის ასე ვთქვათ ნაცისტური გერმანიის თავის დროზე გასულ საუკუნეში ფაშისტური იდეოლოგიის ტექსტებს და ფაქტიურად ფაშიზმს და პლუს რელიგიის მცოდნე და მიერ იქნა შეფასებული ეს ფსევდომეცნიერება როგორც სატანური, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც უძღვება პროგრამას ესე იგი აცხადებს რომ ის ეფუძნება ერთის მხრივ ნაცისტური გერმანიის იდეოლოგების კვლევებს და მეორეს მხრივ ეს იზმრება ხოლმე დილის 4 საათიდან 7 საათამდე იდეები. ანუ მტკიცებულებას არ ეფუძნება, სამეცნიერო მტკიცებულებას არ ეფუძნება, სიზმრებს ეფუძნება. სიზმარას ზღაპარში მგონია თავი და ფაქტობრივად თუ ჩვენ აი ეს მაგალითი იქნება სამაგალითო რეფორმის ფარგლებში და თუ ჩვენ გავაუქმებთ ილიანის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ სამეცნიერო პროგრამებს თუ ჩვენ გავაუქმებთ ისეთ პროგრამებს რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება რა საზოგადოებას ვაშენებთ მართლა ფაშისტურს ვაშენებთ შეიძლება რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს დამოკიდებულების პრობლემების მქონე პირებს არ აღუზარდოთ სპეციალისტები რომლებიც მათზე იზრუნებენ და ბოლოს დაფინანსების გაუმართავი სისტემა ლაპარაკი არის იმაზე არა ეს მე-6 გამოწვევაა თორსები ლაპარაკი არის იმაზე რომ ყველას ერთ და იგივე თანხას ვაძლევს სტუდენტსო და დარგის მიხედვით უნდა გავარჩიოთ რომელი არის უფრო პრიორიტეტული და რომელი არა ანუ ლაპარაკი არის დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე არა ყველა სტუდენტი თანაბარია არამედ ზოგს მეცუხდით ზოგს ნაკლებს დავიწყოთ იმით რომ ეს ფასეულობითად მიუღებელია მაგრამ სხვა კონტრარგუმენტებიც არის. იგივე ისევ იგივე არგუმენტი, ხო სახელმწიფო ამოცანების შესაბამისობით უნდა გადავჭრათო ეს საკითხიო. რომელ სახელმწიფო ამოცანას ემსახურება ასტროლოგია, ასტროლინგვისტიკა, არქეოლოგია. მოკლედ იმის ფონზე რომ საქართველოში მყინვარები დნება და სეროზული კვლევები არის საჭირო რომ ჩვენ ეკოლოგიურ გამოწვევებს გავუკლავდეთ ჩვენ ახლა ასტრო და ასე ვთქვათ სხვა პლანეტელებზე ვფიქრობთ გამოდის და თან არასამეცნიერო მეთოდებით და კიდე ერთი მინდა ვთქვა ლაპარაკი არის სულ იმაზე რომ არარაციონალურად ნაწილდება რესურსები და ხარისხის გაზდა არის საჭირო სასწავლებლებში და სულ ხელმძღვანელობენ ბაზრის კვლევით და ბაზრის კანონებით. კი, მაგრამ თუ ბაზრის კანონებით ხელმძღვანელობთ ძვირფასო რეფორმის ავტორებო, რატომ არ ხელმძღვანელობთ ბაზრის იმ კანონით, რომ თუ ჯანსაღი კონკურენცია არ არის, მაშინ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი ქვეყანაში აღარ იარსებებს. ჯანსაღი კონკურენციის გარეშე და გამსხვილების და ერთი უნივერსიტეტის დატოვებით თუ გნებავთ ცოტა მეტის, როგორ შეიძლება რომ უზრუნველყოთ ხარისხი? ანუ კონკურენცია ბაზრის კანონია შეიძლება რომ თქვათ სწავლების შინაარსში ბაზრის კანონით ვიხელმძღვანელოთ და სწავლების ხარისხში ბაზრის კანონი დავივიწყოთ და ბოლო არის უნივერსიტეტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა აქვს ამ 19+45 უნივერსიტეტს და რატომ უნდა მოვსყოთ, გამოვშიგნოთ, გავანადგუროთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 3 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების. საერთო საცხოვრებლები არ აქვთ სტუდენტებსო. მაბადეთ მეგობრებო, მაგრამ აშენდა საერთო საცხოვრებელი ქუთაისში უნივერსიტეტთან. არის ათვისებული, ხო ვიცით რომ არ არის, ეს ხო არ იმალება. იმიტომ რომ საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტის შენობას არ ებმის უნივერსიტეტის ხარისხს, სწავლებისა და იდეებს, ხო? კიდე ერთი მომენტია, მიგრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იმ ხელა არის უკანასკნელ წლებში საქართველოში, რომელიც არასაკმარისად რეგულირდება, რომ ჩვენ სტუდენტებს გაუწვირდათ აქ ფართის ქირაობა და ბევრმა აკადემიური აიღო. ანუ მიგრაციის პრობლემებს განათლების რეფორმით ვერ გადავწყვეტ.
მოკლედ, აი მთავარი კონტრარგუმენტი ეხა მინდა დავაჭამო და დავასრულებ. პრობლემების მართვაც არის მეცნიერება და პრაქტიკა. ჩვენ როდესაც აკადემიაში მართვათ პრობლემებს, ჩვენ ჯერ ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე პრობლემებს, არა ბაზარს მარტო. და აი ეს მეთოდოლოგიები არსებობს, მაგალითად პრობლემის ხის მეთოდოლოგია. როდესაც შენ ხეს ხატავ, რა ღეროს არქმევ კონკრეტულ პრობლემას, რაზეც შენ მუშაობ და ნახულობ საფუძვლად მდებარე მიზეზებს. ანუ რა არის ამ პრობლემის ფესვები და მე კიდე ნახულობ ნაყოფს. აი ფესვები რო ასეთია, რომელიც უნდა ასე ვთქვათ შეცვალო და ღერო პრობლემისა რო ასეთია, რა ნაყოფი მოაქვს. ის რომ მიგრაცია არის ქვეყანაში და ხალხი გამორბის რეგიონიდან თბილისში, ეს ნაყოფია და ფესვი რა არის, ცხოვრების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ანუ რისი თქმა მინდა რომ მიგრაციის პრობლემას, რეგიონული თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემას, განათლების ხარისხის პრობლემას ვერ გადავჭრით, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტების გაუქმებით. ამას სჭირდება სერიოზული ანალიტიკური მუშაობა და კონგრუენტული მეთოდები. ანუ მრავალფეროვან პრობლემებთან გვაქვს საქმე, სიღარიბე, რეგიონული სტრუქტურის განუვითარებლობა, სოციალური და ჯანმრთელობის სერვისების სიმწირე, სოციალური დაუცველობა და ასე შემდეგ. და განათლების რეფორმა არ არის ამ პრობლემების მართვის ფორმატი. ამ პრობლემების მართვის ფორმატი არის სახელმწიფო სტრატეგიები ამ დარგებში, სიღარიბესთან ბრძოლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეგიონების თვითმმართველობის განცდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ განათლების ასე ვთქვათ გაუაზრებელი დეფორმაცია ვერ გადაჭრის ამ შვიდ გამოწვევას, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო სტრატეგიის გამოწვევებია. სახელმწიფო გამოწვევებია, რომელიც განათლების სისტემა ერთ-ერთია მხოლოდ. და იმით მინდა დავამთავრო, რომ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ამ განათლების დეფორმით გადავჭრით იმ სახელმწიფო სიღარიბის პრობლემას, ემიგრაციის პრობლემას, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემას, სოციალური დაუცველობის, მაშინ ფაქტობრივად ჩვენ კონგრუენტული მეთოდებით თავჭრით პრობლემებს და ეს უნებლიეთ მოდის ასოციაცია არქიბოსეთურის შემთხვევის, როცა ეუბნება, რომ მარჯვნივ გათხარეთ და რაც მარცხნივარი რომ დაინახავთ მარჯვნივ, მერე დარეკეთ ზარებიო და მე ვიტყვი, რომ ეხა უნდა დავრეკოთ ზარები, მეგობრებო, განგაში ზარები. მადლობა. ალბათ გიორგი და მე ახლა მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით. დიდი პატივია რომ ხედავდი აქ სხვა აკადემიური სტატუსის ასაკისა და სხვა სპეციალობის ადამიანებს, რომელიც ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რასაც ქვია უკეთესი უნივერსიტეტი და რაც მთავარია უკეთესი უნივერსიტეტი არ იქნება ისე თუ ეს ინსტიტუცია ვერ გადავარჩინეთ. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენილია უნის კურს დამთავრებულს ორ სხვა პროგრამაზე მისწავლია ბოლო 5 წელიწადში. ერთი ეს იყო მასწავლებლის მომზადების პროგრამა, სადაც ჩავაბარ და შემდგომ გავხდი მასწავლებელი ამ პროგრამის გავლით და დახმარებით და მიღებული ცოდნით და მეორე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, სადაც შევიძინე ის აუცილებელი უნარები, რომელიც როგორც ისტორიკოსად და მოქალაქეს მჭირდება დაურიოს ერთად, იმიტომ რომ ისტორია მაინც სოციალური მეცნიერება არის და მაგა ყოველდღიურად სამოქალაქო საზოგადოებასთან, მის წარსულთან და მის მომავალთან. ჩვენი შეხვედრა მინდა დავიწყო ერთი წიგნით და ერთი ამბით. ყველას და დარწმუნებული ვარ, გსმენიათ და წაგიკითხავთ თომას მანის მონუმენტური რომანი ჯადოსნური მთა, სადაც ახალგაზრდა ადამიანები საუბრობენ სხვა თემებზე, საკმაოდ ღვაწლმოსილ ასაკეთუროს ადამიანებთან. მსგავსი გამოცდილება გქონდა ჩვენ მე და ჩემს კურსელებს 3 წლის წინ ყაზბეგში, ილიაუნის სასწავლო ცენტრში, როცა ჩვენ ვესაუბრებოდით ორ ძალიან დიდ ისტორიკოსს, რომლებიც მუშაობენ ერთი მხრივ კავკასიისა და საქართველოს ისტორიაზე და მეორე მხრივ მუშაობენ ნაპოლეონის ეპოქის გლობალურ ისტორიაზე. და დამერწმუნებით თუ გახსოვთ ეს რომანი და იქ მიმდინარე დისკუსიები, რამდენად აღმაფრთოვანებელი და შთამაგონებელი არის, ზუსტად იგივე განცდა გქონდა ჩვენ რომ თაში თითქოს დაუში ყოფილიყავით, გქონდა ძალიან სიღრმისეული საუბრები ჩვენს უბრალოდ კოლეგებთან. ეს ვერ მოხდებოდა რომ არა ილიაუნის გუნდის ძალისხმევა
და მთელი ის შრომა, რასაც ქვია მეცნიერების არა მხოლოდ შექმნა არამედ გაზიარება და გატანა პრინციპში ისეთ ფორმატებში, როგორიც სცილდება სწავლების პროცესი. და დამეთანხმებით, რომ ასეთი ფუფუნება, რომ ახალგაზრდა დამწყები ისტორიკოსი ესაუბრო ორ ღვაწლმოსილ მეცნიერს, რომლებსაც ციტირებენ და მათ ციტირების ინდექსი საკმაოდ მაღალი არის, აღმართულმდებელიც არის და შთამაგონებელიც. ახლა გადავალ იმ წუხილებზე თუ იმ ამბებზე, რომელიც თავს მიგვახვიეს ავტორიტარებმა. ცნობილი ამბავი არის, რომ ევროპაში, ევროპის კონტინენტზე თანადროულად გაჩნდა ორი დიდი, ასე ვთქვათ, ჯგუფი ევროპულ ქალაქებში. ერთი ეს იყო ვაჭრები და მეორე ესენი იყვნენ ინტელექტუალები და უნივერსიტეტის საზოგადოება. და გასაოცრად საუკუნეების განმავლობაში ამ ორმა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ ქსოვილმა ისე იმუშავა და ისე დაიწყო თანაცხოვრება, რომ ერთმანეთი არ დაუზარალებიათ. და დღეს ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ ბაზარ სჭირდება, რაღაც ისე რომ შევამციროთ ფილოსოფიის სტუდენტთა რიცხვი, ცოტა აბსურდული არის, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე თანადროულად არსებობდა ცოცხლობდა ინტელექტუალური ევროპა და შრომის ევროპა. და სწორედ ამან მოიტანა ის იდეა, რაც ჯერ 1918 წელს დაეფუძნა პირველ ქართულ უნივერსიტეტს და კავკასიურ პირველ უნივერსიტეტს და შემდგომში ყველა სხვა ქართულ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ჩვენ იმ დაფუძნებელი გამოვიყენებ ამ სიტყვას დებისა და ძმების გზას მივყვებით, რომლებმაც განგვისაზღვრეს თუ რას ნიშნავს მეცნიერება, ციტირება, აკადემიურობა, კითხვა და კითხვის კულტურა. კითხვის კულტურაზე მინდა შევჩერდე ასევე, იმიტომ რომ როგორც კურს დამთავრებულს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის თუ რას მასწავლიან და როგორ მასწავლიან და როგორ ვიკვლევ, არამედ ის თუ ვისთან უნდა ვისაუბრო. და კითხვა ისეთი პროცესი არის, რომ სხვა გაგება კითხვას, ხო, ყველაზე მარტივი განსაზღვრებით შეიძლება იყოს მდუმარე ინდივიდი, რომელიც იდეებშია განმარტოებული, მაგრამ ჩვენი ბიბლიოთეკების შემხედვარი, რომელიც ამ უნივერსიტეტში საკმაოდ ესეთი დატვირთული არის სასწავლო სემესტრებში, იგრძნობა, რომ წიგნის კითხვა არა მხოლოდ განმარტოება არის, არამედ შეიძლება იქცეს ახალი იდეებსა და ახალი ადამიანების აღმოსაჩენად. ალბათ ეს არის სწორედ ამ უნივერსიტეტის ღირსებაც, რომ იდეები არა მხოლოდ აუდიტორებში იბადება, არამედ ბიბლიოთეკებში და შემდგომ ამ იდეებზე სხვებს ვესაუბრებით, იქნება ეს ბიბლიოთეკები, ლიგამუსი, ეზოს გარშემო თუ უნივერსიტეტის მიყვარს ფორმატები. ასე რომ ნამდვილად საამოყვარეს ჩვენთვის და ჩემთვის, რომ ჩემ ხედავ ადამიანს, რომლებიც წიგნს კითხულობენ ბიბლიოთეკაში. იმიტომ რომ არ არსებობს ადგილი უნივერსიტეტში, სადაც იქნება ინსპირირებული მოსმენი ლექციით და შთაგონებული უფრო მეტი გაიგო გარდა ბიბლიოთეკისა. ასევე ძალიან ფუნდამენტური ამბავი არის ჩემთვის ის ადამიანები, რომლებიც ამ უნივერსიტეტმა გამაცნო და გაგვაცნო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაზე ვსწავლობდი, ჩემი და ჩვენი პროგრამა იყოფდა კურსებს ცენტრალური ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევის პროგრამასთან. და ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ სემესტრების განმავლობაში გაგვეცნო ჩვენი თანატოლე ბრიტანელები, შოტლანდიელები, რუმინელები, ბულგარელები, უზბეკები, ყაზახები, უკრაინელები, უნგრელები, ლიტველები და ლატვიელები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კავკასიის რეგიონით. და ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ იმდენად საინტერესო გარემო იყო ელიას უნივერსიტეტში, რომ ნამდვილად არ ჩამოვარდებოდა იმ ორ უნივერსიტეტს, სადაც აქამდე უსწავლიათ. ეს არის გლაზგოს უნივერსიტეტი და ეს არის ტარტუს უნივერსიტეტი. და თუ გლაზგოს უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ ბრიტანულ ტრადიციას მიყვება, ანგლოსაქსონს, ტარტუს უნივერსიტეტს აქვს ყველაზე დიდი ტრადიცია ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, მართლაც ლინგვისტიკაში. და საინტერესოა ის, რომ ამ უნივერსიტეტებიდან მოსული ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ ელიას უნივერსიტეტის პროგრამებით, რომელიც არ შემოიფარგლებოდა მარტო სოციალური მეცნიერებებით, იქ იყო ჰუმანიტარული მეცნიერებები და სხვა დარგები და მიმართულებები. ეს და როცა გვეუბნებიან, რომ საერთაშორისო ჩართულობა მნიშვნელოვანი გარემოება არის, უნდა გვახსოვდეს ესეც, რომ ამ უნივერსიტეტში ბევრი სტუდენტი იყო, რომელიც ინსპირირდა მხოლოდ იმით, რომ მათ დახვდა ძალიან კარგი აკადემიური გარემო და კარგი აკადემიური გარემო ნიშნავს სწორედ იმ სამრამეს, რაც ირიბად მოიხსენია, ხო? კარგი პროფესორები, კარგი სტუდენტები და კარგი ბიბლიოთეკები. და შესაბამისად სხვა სტუდენტური სივრცეები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, არის კოლეგიალურობა.
ბაკალავრიატის ეგრეთ წოდებული ზამთრის მერე, როცა მეცნიერების გასაფულში შედიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იგრძნო კოლეგიალური მხარდაჭერა და არ მოგმართონ როგორც რიგით სტუდენტს. და დამერწმუნება ბევრი ჩემი თანატოლი, რომელსაც უსწავლია სამოქალაქო პროგრამებზე ელიას უნივერსიტეტში, რომ ყველა წერილი პროფესორებისგან იწყება სიტყვებით ძვირფასო კოლეგებო. ეს ნიშნავს თანასწორობას არა მხოლოდ აკადემიაში, არამედ იმაში, რასაც ქვია უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები. და ეს ადამიანური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში ხდება ბიძგი იმისა, რომ არა მხოლოდ მეცნიერება ისწავლო, არამედ კეთილ სინდისიერებაც და სიკეთეც და ამ რაღაცის გარეშე ალბათ დღევანდელ მძიმე სამყაროში გაგვიჭირდება ბრძოლაც და გადარჩენას და უნივერსიტეტის იდეის შენახვაც და სხვებისთვის გადაცემაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც უკავშირდება ჩემთვის ილიას უნივერსიტეტს, არის მისი ინტერდისციპლინარულობა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი ვისწავლე მასტორის პროგრამაზე, აქ იყო კურსები, რომლებიც საერთოდ არ ჭირდება ეკუთვნებული პედაგოგიკის ნაწილში, მაგალითად მედია და ციფრული წიგნიერება სკოლებში. დამერწმუნებით ეს თავისი პროფილით ნამდვილად არის მედია კვლევების თუ ჟურნალისტიკის მიმართულების საგანი თუ სოციოლოგიის, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ნამდვილად აგვიხმარა ჩვენ AI-ის ეპოქაში, იგივე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ის მიღებული გამოცდილება, ცოდნა და დისკუსიები თუ როგორი უნდა იყოს სწავლება საკლასო ოთახში სხვა მეცნიერებისა და სხვა დისციპლინების გავლით. ასე რომ, როცა გვესაუბრებიან იმაზე, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თითქოს და ბაზრისთვის ყოველგასული არის, ცოტა ღიმის მომხრელი არის. ვით უმეტეს მოდერნულ კონტექსტში, თანამედროვე კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მთელი დისციპლინები, რომლებიც არ იყო ბაზარზე გათვლილი. გინდ მე-19 და გინდ მე-20 საუკუნეებში მაგალითად დავიღოთ ისეთი მეცნიერება, როგორც არის რეგიონის კვლევები. მე-19 და მე-20 საუკუნეების ევროპულ აკადემიაში ერთი მეორის მიყოლებით აღმოცენდა ეგრეთ წოდებული რეგიონის კვლევები, რაც გულისხმობს იგივე ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, შორეული აღმოსავლეთის, ბალკანეთის თუ აფრიკის კვლევების პროგრამებს. მათ არ ჰქონდათ ბაზარზე გათვლილი ასე ვთქვათ მისია საწყის წლებში, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ადამიანებმა შეავსეს ევროპის ძირითადი მუზეუმის ასე ვთქვათ თანამშრომლების კვოტა, ისინი გახდნენ საგრესკო სამსახურის თანამშრომლები, ისინი გახდნენ ჟურნალისტები, გამომცემლები, ავტორები და ასე ვთქვათ მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი. შესაბამისად ეს ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ პრობლემურია, თუმცა იმიტომ რომ ყველაზე კაპიტალისტურმა და ყველაზე დიდარმა საზოგადოებამაც კი გაიაზრეს ის, რომ ბაზარი ფართოვდება და მთავარია შექმნა შენ დარგები, რომ მასზე მოთხოვნა გაჩნდეს. ვინმე იტყვის დრამატურგიაში გჭირდება, მაგრამ თეატრები არსდება, თეატრები მრავლდება, ვიღაცა იტყვის, რომ რაში გჭირდება სცენარისტები ან ლიტერატორები, მაგრამ საკმაო ინდუსტრია არსებობს. ადამიანი, რომელიც ფლობს კითხვის, წერისა და მსჯელობის კულტურას, რატომ არ შეიძლება მისგან ასე ვთქვათ, დადგეს ძალიან კარგი სცენარისტი, რომელიც დაწერს კარგ რეკლამებს, კარგ სლოგანებს და ასე შემდეგ, ხო? რასაც ეგრეთ წოდებული კოპირაიტინგი ქვია. და შევხედოთ უბრალოდ ქართულ ბაზარზე რამდენი კოპირაიტერი არის ილიანონის ლიტერატურაცნეობის კურსდამთავრებული, გინდ სამაგისტრო და გინდ ლიტერატურის საფეხურზე. იგივე ეხება მაგალითად სხვა ბევრ მიმართულებას. იქნება ეს სოციალური მეცნიერებები თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. როგორც შეუძლებელია ჩემთვის, რომ ილიანონის ჩამოვაჭრან ისეთი პროგრამა, როგორც არის ლანდშაფტისა და ბუნების კვლევები, როცა ფიზიკურად ერთი უნივერსიტეტი ვერ ეყოფა საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლას. მით უმეტეს, როცა მყინვარწვერი დნება და მით უმეტეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა ლანდშაფტის გამოწვევები გვაქვს იგივე სამხრეთ საქართველოში, აჭარაში, რაჭაში თუ სხვა რეგიონებში, ხო? ასე რომ ჩემს ძალიან გულსადგენია ეს ამბავი, რომ ეს ასე გაიგეს მათ, მაგრამ ჩვენი ხილიც ეგ არის, რომ ადამიანო დაუხსნათ ალბათ და იმ არგუმენტებით, რომელსაც ისინი ითხოვენ, ხო, ანუ არგუმენტი არის გლობალური დათბობა ნამდვილად არის. დავარქვათ თუნდაც კლიმატის ცვლილება და საჭიროა თუ არა, რომ არსებობდნენ მეცნიერები, რომლებიც მყინვარებზე იმუშავებენ, რა თქმა უნდა საჭირო არის. შესაბამისად, სიამოვნებით გავუზიარებ ამ არგუმენტებს იმათ, ვისაც ეს ძალიან სხურია. და ბოლოს თავრებაში შეგაწყინოთ, მინდა ჩემი საუბარი დავასრულო ერთი ჩემთვის საყვარელი ისტორიით, რომელიც ესე მახსენდება ხოლმე ყველაზე რთულ დროს და ყველაზე ასეთ განწილულ დღეებში 1870-იან წლებში დისერტაცია დაიცვა მოსკოვში ერთმა ძალიან უცნობმა ადამიანმა საქართველოსთვის, ნიკოლოზ ხვედაძემ.
რომელიც დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა თბილისის სასულიერო სემინარიაში მის თანატოლ იაკობ გოგებაშვილთან ერთად. და ორივე ამ ადამიანს რუსეთის ადმინისტრაციამ და რუსეთის მიერ დაარსებულმა სემინარიის ხელმძღვანელობამ ბრალად დასდო ორი რამ: ქართული გრძნობების გაღვივება და ქართული კულტურის შესწავლისადმი ინტერესის გაზრდა. და ეს ორი ადამიანი გაანთავისუფლეს თბილისის სემინარიიდან. და თითქოს აქ სრულდება ისტორია და თითქოს რაღაც უნდა დაყარონ ფარხმალი ამ ადამიანებმა, მაგრამ გავაწყდები და ორივე ეს ადამიანი დაარსებს ჯერ ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოებას ხობთან ერთად, იმაზე მეტს და იმაზე მრავალ შეძლებენ, ვიდრე ამას მოახერხებდნენ სემინარიის კედლებში. და ნიკო ცხვედაძე ამით არ გაჩერდა და დაიწყო თბილისის თავადაზნაურთა გიმნაზიის მშენებლობის პროექტი, რომელიც 1920 წელს გაარდაიქმნა უნივერსიტეტად. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენ გვემუქრებიან რაღაც ჩამოჭრით დანაწევრებითა თუ გაანადგურებით, ჩემთვის ეს გამოწვევაც არის როგორც ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომ დაგხურავთ. თუ არსებობს 36 პროგრამა ელიანში, როცა ვიქნებით ფორმაში მხნედ და იმედიანად და შემართებით, გვექნება 72 პროგრამა. და როცა ჩვენ გავხდებით ჩემი თაობის ადამიანები, დოქტორები და პროფესორები, ჩვენი სტუდენტები და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები გახდიან 114 პროგრამას ამ უნივერსიტეტში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ იმას, როგორ იკვლიო საქართველოს და საქართველოს კონტექსტი, არამედ დაუბრუნდებით იმ საწყის დებატებს, რომელიც 1980 წელს არსებობდა უნივერსიტეტის იდეის გარშემო ნიკო მარსა და ივან ჯავახიშვილის შორის. როგორ უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტი, კავკასიას უნდა მოიცავს და მთელ რეგიონს თუ მარტო საქართველოს. და მე მგონია რომ თაობიდან თაობაში ჩვენ არა მარტო საქართველოს მოვიცავთ, არამედ მთელ კავკასიის რეგიონს და გადავუტანთ ამ დებატებსა და ამ დისკუსიას პოლიტიკურიდან სამეცნიეროში და ვუჯებებთ იმაზე, გვჭირდება თუ არა მომავალი საქართველოში ისეთი პროგრამების დაარსება, როგორც არის მაგალითად წოვა თუშურიანის გადარჩენის ციფრული პროგრამა. იმიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი საქართველოს და ეს არის ილიანის მომავლის ხედვა. და ისევე როგორც მაგალითად ჯერა რომ ამ უნივერსიტეტში იქნება დისკუსია იმაზე, რომელი ისტორიული ძეგლი შევისწავლოთ. იქნება ეს დასავლეთ საქართველოში მდებარე რომელიმე ესეთი მონასტრის ისტორია თუ სამხრეთ საქართველოში მდებარე ეკლესიების გვირაბების გამოქვაბულებისა თუ ციხესიმაგრეების შესწავლა. ასე რომ ერთადერთი мотивация და ერთადერთი იმედი ჩემთვის არის ეს, რომ რაც ვისწავლეთ ამ უნივერსიტეტში აწმყოდან, წარსულიდან თუ უახლეს ისტორიიდან, არის გზამკვლევი და ფანჯარა უკეთეს საქართველოსაკენ, უკეთეს რეგიონისაკენ და რა თქმა უნდა უკეთეს სამყაროსაკენ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში არსებობს ესეთი წარწერა. თუ არ გინახავთ ჯერა რომ ესტუმრებით ამ უნივერსიტეტს, რომ ფილოსოფოსები აქამდე ხსნიდნენ სამყაროს და ჩვენი მოვალეობა იგი შეუცვალოთ და ჩვენ პროფესორებმა გვასწავლეს მეცნიერება და ჩვენი მისია მგონია რომ არის ამ მეცნიერების სამყაროს შეუცვალოთ და შეუცვალოთ საზოგადოებას. დიდი მადლობა. კითხვები გაქვთ? კაბა მე და კაბატონჯანა შესაძლოა გვარად გადავიყვანთ დისკუსიის ფორმატში. კაბატონჯანა, გთხოვთ. ან კომენტარი ვისაც უნდა ან შეგვიძლია მოგაწოდოთ მიკროფონი ჩამოვიდეთ. როგორც იცით, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ამ ფორმატში. ცოტა უცნაურიც არის რაღაც ზოგადად, მაგრამ ცოდნა ისეთი რამეა ის, რომ ყველგან ეძებ ამ ცოდნას და ამ იდეებს, არა მხოლოდ ბიბლიოთეკაში როგორც ვახსენე, არამედ ეს შეიძლება იყოს საჯარო სივრცეებიც, ხო? და ერთი მხრივ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ რაღაც ვიცავთ უნივერსიტეტს, მაგრამ მეორე მხრივ რაც დისკუსიის ადგილი იქნება. უნივერსიტეტს რო გადავარჩენთ, მე მგონია რომ აქ სხვა ფორმატის შეხვედრები გაიმართება ბევრად საინტერესო თემებზე, ვიდრე ეს თავისმოხვეული დეფორმა არის და მინდა რაღაც გითხრათ ისიც სტუდენტების გასაგონად, რომ ჩვენი ეს შეხვედრები ყველას გაგრძელდება ზეგას და იქნება მანამ, სანამ ამ ადგილზე არ ვილაპარაკებთ ბევრად ისეთ თემებზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალსაც. ასე რომ მზად იყავით, თვალი ადევნეთ. ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, მეილებზე, SMS-ებზე თუ რა გვექნება, ასე ვთქვათ, გეგმად და პროგრამად.
მეგობრებო, თუ არის სურვილი, გეპატიჟებით კიბეებზე მოგძანთ. მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ამ კონკრეტული შეხვედრისთვის, რასაც გეგმავთ და ზოგადად მთლიან ადმინისტრაციას და მთლიან უნივერსიტეტს მინდა გადავხადო მადლობა, იმიტომ რომ ყოველთვის ჰქონდა იმედი ჩემი უნივერსიტეტის ყოველთვის მე ამაყებოდა და დღეს დამთავრებული ვარ დამთავრებული მაქვს ფაქტობრივად, მაგრამ ყოველთვის გვერდში ვიხილეთ, როცა შესაძლებლობა ვიქნება, ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნები და იმედი მაქვს რომ ბოლომდე გავიტანთ ამას. მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ვინმე სხვა არ სურს მეგობრებო? თუ არა, მაშინ გადავიდეთ არაფორმალურ, ასე ვთქვათ, ურთიერთობაზე, ხო? ისე რომ მადლობა დიდი ყველას.